მოგესალმებით, რომ იცოდეთ ეხლა რა ხელსაქმეს უნდა მივყო ხელი. ეს არის ნაკეთობა, რომელმაც შეიძლება გაუძლოს საუკუნეებს. სამწუხარო ის არის, ძალიან პატარა უნდა გავაკეთო და ჩემ ხელწერას ვერ დავტოვებ, რომ რამოდენიმე 100 წლეულის მერე ვინმე ვნახოს, რომ ეს ყველაფერი ჩემ გაკეთებულია. ქართული ტიხრული მინანქარი წავედით. მაიკო, მოვედით. აუ ნახე. ნახატიც კი არის ტიხრული მინანქრის სტილში გაკეთებული. რა სილამაზეა. ნახე. თავისიმებით. ბავშვობაში გადამისროლა რაღაცა. ახლა გულგრილად ვერ ჩაუვლიდ. საოცრება. მოდი. ალო, დადა. არის ხაზზე ვინმე. ეხლა ვიმყოფები მე მაიკოს სამფლობელოში და არ ვიცი მეგობრებო, ისეთ სილამაზეებს აკეთებს და ეხლა მეცნობ ცადო ზუსტად ესეთი სილამაზეების გაკეთება. აი, სასწაული ხელი აქვს, წლები ამ საქმით არის ჩემი მაიკო დაკავებული და არ ვიცი, მართლა აი, რომელი ერთი ეხლა ყველას ვერ ვაჩვენებ აქედან, მაგრამ აი საოცრება, აი მართლა ულამაზესია, შეხედეთ. სასწაული რაღაცეებია, ულამაზესები. არ ვიცი ხო, ეხლა რა თქმა უნდა, ჩემი ესეთი კარგი ვერ იქნება. მაგრამ მაიკო არ მომცემს უფლებას, რომ გავაფუჭო ეს ყველაფერი. პირველი რაც უნდა დავიწყოთ, ეხლა უნდა გავაკეთოთ, რადგან ტიხრული მინანქარია, ხო? ტიხრები უნდა გავაკეთოთ. ეს იქნება ჩემი კულონი, პაწაწუნა, ვერცხლის ყალიბია, ხო? თუ რა ქვია მას? სხმული უკვე მომზადებულია ეს ყველაფერი იმისთვის რომ ტიხრები გაკეთდეს და ჩაჯდეს შიგნით. ესეც ჩვენი ვერცხლის ფირფიტა, ხო? ტიხარი. მნიშვნელობას ჩამოვიდეს, აჰა. ვაიმე რა ლამაზია, ნახე. ჯერ უნდა დავარბილო, ხო? მაიდა შენ მანამდე მომიყევი რა არის ეს ტიხროვანი, ხო? ტიხროვანი მინანქარი. მე ამასობაში ამას გავაკეთე. ტიხრული მინანქარი საქართველოში შემოვიდა ბიზანტიიდან. არსებობს სოფლიოში რამოდენიმე სახის მინანქარი, მაგრამ ყველაზე რთული და შრომატევადი არის ბიზანტიური, ანუ დღეს უკვე ქართული ტიხროვანი მინანქარი. აქ რა ფორმასაც გინდა, იმ ფორმას მისცემ, როგორსაც გინდა, ისეც მისცემ. მოვგრიხე რაღაც ფორმები მივეცი და ეხლა უნდა ჩავსვათ უკვე თავის ყალიბში ეს ყველაფერი. დედა, როგორი კაი მხედველობა სჭირდება ამ ყველაფერს და განათებაც შესაბამისად, იმიტომ რომ ძალიან რთული დასანახია ვერცხლისფერზე ვერცხლისფერი. შემდეგი ეტაპი ყოფილა ფონდონის წასმა, დაფერვა. იგივე ეს არის, ხო, ეს მინანქრის საღებავია და უფერო. რომლითაც უნდა შევავსოთ მთელი ეს ჩვენი ყალიბი. ვერ დავიმახსოვრე, რა ქვია მაიკო? ფორმა. არა, წეღან სხვა სახელი მითხარი. სხმული. ესე იგი, არ გააფუჭო შენო და მეხმარებია. ემან რამე შეცდომა არ დაბუშვა. ხო, საჭირო აუცილებელია დახმარება, იმიტომ რომ ხო პირველად როცა აკეთებ, ადამიანი ძალიან რთულია. ყველაზე საპასუხისმგებლო ეხლა ტიხრები უნდა ჩავაწყო და საკმაოდ რთულია ტიხრის ჩაწყობა თურმე. დავიწყოთ, მაიკო? დიახ. ანუ არ აქვს მნიშვნელობა, ხო, როგორი ფორმით ჩავსვავ? შენი გემოვნებით როგორც გინდა. ჩადე? იმასე. თუ რამე არ მოგეწონება, ხო. არავითარ შემთხვევაში არ მოძრაო შიგნით. იქით, ხო, ისე აიღებ ესე სიტყვაზე, აიღებ და გადავდებთ. მივცემთ სასურველ ადგილზე ფორმას. არასწორად ჩავსვი და მაიამ ტექნიკურად თან ამიხსნა და შემისწორა, როგორ უფრო ლამაზი იქნებოდა. კი არ მითხრა, რომ ესე არ გამოვაო, უბრალოდ აი თუ რაღაცა დაგჭირდა, ესე გადავდოთ და დამიდო ისე, როგორც საჭიროა. მადლობა, მაი. თან გულს არ მიტეხავს ადამიანი. ყველაზე მაგარი მიდგომა. ნამდვილად ეგრეა. გავაგრძელეთ, მაიკო, ახლა მე შენი იმედი მაქვს. ჩავსვავ არასწორად გადამიადგილებ ლამაზად.
კი. ესე იყას? კი, მოუხდება. ჩადემან. ო, გაგივარდა ხელიდან. ხო, აი, ვაიმე. არა უშავს. აგე, შეცდომაზე უშვებ. ვინც არაფერს აკეთებს, ის შეცდომას არ უშვებს. აჰა. ეგრე ხო, ლამაზია ძალიან. აკეთკენ ხო, აი ესე ვქნათ. ანუ, ბოლომდე უნდა ადრე ვუშვებ, მე მგონი ხელს. კი, აი ნახე რატო არ მოუხდა? თელად ყველაფერს ნუ მასისავე ხარ ასწავლი გერა შეუსწორებ. დახლართოს თვითონ როგორც დახლართოს. წერი აქ ამასაწეული და იმ. მაგიტო არ ჯდება, ხო? მაგიტო არ ჯდება, მილიმეტრებში უკვე ჩანს. კონცენტრაცია სჭირდება ამ ყველაფერს, ყურადღება სჭირდება. მაი აბა შენი ლამაზი თვალებით ესე თუ პირიქით ჯობია. დადეჯერდი ხარი? მოაბრუნი აქვე? და აქედან ჩავსვათ? აი ესე ჩასვიება, აი ესე უნდა ჩაედიოს წესი. მაინც რას ნიშნავს ესე? ამოწებობდი. არ ჩადის? მიხლართული ტიხრები ჩავალაგეთ, როგორც იქნა, რა თქმა უნდა, მაიკომ ჩამალაგებინა ეს ყველაფერი. ხო და ეხლა ამას სჭირდება დრო რომ გაშრეს და მერე გამოუწვავთ და სანამ ეს ყველაფერი გაშრება და გამოიწვება, ხო, მანამდე არ დავიწყეთ ჩვენი გვერდის გამოწერა. ამაზე უნდა გადავიტანო ეხლა და რთული გადასატანია საკმაოდ, იმიტომ რომ თუ გავარყია თურმე ტიხრები დაიშლება და არ ვიცი. მასე არა იყო? არა ვიღო? მასე არა იყო. რა კარგად ავიღე არა და. შეიძლება გზაში გამექცეს? აი აქ ჩაუყარე. მოიცადე. მოჭიდება რა გქონდეს. აი. უი. ხარი იყოს. აი ესე. ამასობაში ხო გამოიწერეთ ჩვენი გვერდი. ჩვენ გასაშრობად მივდივართ. მაიკოს ესე იგი ყველა ზომის პინცეტი აქვს, ხო? გამოშრა ჩვენი ნამუშევარი და ეხლა უნდა შევდოთ ღუმელში. ოღონდ მაიკომ გამაფრთხილა რომ ძალიან ცხელია და ფრთხილად იყავიო და აბა ვაიმე, მთავარია რამე არ დავაზიანო ეხლა. მთავარი და რა სიმხურვალეა. აი, დამეწვახელი, მაგრამ მე მგონი შევძელთ ამას, შევძელი. აი, მაჩვენებს მაიკო. მაიკოს არ უნდა კადრში გამოჩენა და ესე მაჩვენებს კარგი გოგო ხარო. სანამ ჩემი ტიხრები გაშრება და გამოცხება, ეხლა ავარჩევთ მე და მაიკო ფერებს. ხო და კი მითხარო, არ გამომაჩინო, მაგრამ ეხლა დამთახო რა ცოტას მეც გამოვრჩდები კარგიო და მოდი ეხლა, მოდი, ავარჩიოთ ფერები. მინაქრის ფერები. ხო? არის გამჭვირვალე. ნახევრად გამჭვირვალე და გაუმჭვირვალე. აჰა. სამნაირი კი. ჩვენ ახლა ვიხმართ გამჭვირვალე და ნახევრად გამჭვირვალ ფერებს. ამოვარჩიოთ პალიტრა. ამოვარჩიოთ, წავიდა. თავი ახლა ის არ დაგვეწვას ჩვენ. წავედით. წავედ. დაგვაგვიან და ფერების არჩევაში და თავარია რომ არ დაგვეწვა. აი ესე. ეხლა გავაგრილოთ ეს ყველაფერი, სანამ ფერებზე გადავალთ. გამომცხვარი გაგრილდა და გადავდივართ ეხლა დაფერვაზე. და როგორც ფერების ჩასმაზე და როგორცო მხატვარიო ისეო და ჩემი მხატვრობის ნიჭი ხო იცით უკვე. მე ხო მრავალჯერ ამიხსნია რას შვები და როგორ ვხატავ და ნახოთ ეხლა აბა რას ვიზავ. მაი, მოდი ამიხსენი ეხლა, მოდი. აქ ნახე, მთელი ამბები ყოფილა. ჩავდებთ ფერს და მე ფუნჯით გადავანაწილებთ. და რამდენს და რა ტერიტორიაზე მაგ ყველაფერს? ეს შენი გემოვნებით. ხო. და უნდა ეცადო რომ ძალიან ბევრი არ ჩადო, იმიტომ რომ უნდა თუ აღარ მოგეწონა ამოღება ხდება? კი, ოღონდ ჩება რაღაც პატარა ნაწილაკები შიგნით და მე სხვა ფერზე ვერ დაინახავ ხო და რომ გადნება ღუმელში გაგიფუჭებს ფერს. ანუ შეგიცვლის არ გამოგივა ისეთი. ავსო, იმიტომ რომ ეს ხო იდება ფენებად, ხან 3, ხან 4 გააჩნია როგორ ითხოვს თვითონ მოდელი და ღუმელში რო ვდებთ, ეს ფართოვდება. და უნდა გქონდეს ადგილი რომ ზევითაც ამოვიდეს გვერდებსაც გავიდეს. თორე დასკდება. გაიგი რამე? არა ვარ კარგად. შება დასკდესო და რაღა ვქნა ხალხო.
შემდეგი ფერი მე უნდა ჩავსვა და ძალიან საპასუხისმგებლო ის არის, იმიტომ რომ მე არ ვიცი რას ვიზავ და როგორ ვიზავ და შეცდომას გამოსწორებაც ეცადე რომ წყალი არ აკვეს ესე. აჰა. და შეცდომის გამოსწორების ისიც ძალიან რთულია, ხო? თავიდან არ ამოვიღე, იმიტომ რომ აი ეგრევა არაპროფესიონალურად ჩასვა. მაქებენ, მაგრამ იგივე ფერს აგძელებ, მოკუ? არა, სხვა ფერია. ნახე? სხვა ეხლა მართლა ფერია. იმისავით იღებ ფაფასავით. ცოტა კარაკი. ცოტა თხლად. კარაკი გადაუსვათ ხო ცოტა ეს. აქეთ ამ ხარეს ისევ ლურჯი უნდა ჩავსვა და კაი მოსწავლე ვარ და მახსოვს რომ ფუნჯი უნდა გავრეცხო. ეხლა ამ ერთხელ მახსოვს და მე რას ვიზავ არ ვიცი. ფერები გამოვიდა საოცარი და ეხლა ეს ყველაფერი დავასკუპოთ ისევ და გამოვაცხოთ. შევაბრძანოთ ისევ ღუმელში. ისე გავთან მამდი, რომ უკვე მე მგონი მაიას აღარ ვეკითხები აღარაფერს. ეს. ეხა კიდე ხანგრძლივი პროცესი გვაქვს და დავისვენოთ ამასობაში. მოდი დროზე ეხა ფერები ნახე, ფერები. პირველადი. ვაიმე, ძალიან მაგარია. ჩემმა ნამუშევარმა დაამთავრა რამოდენიმე ეტაპიანი ფერის ჩასმა და დაფერვა და მზად არის იმისთვის, რომ გადავიდეთ შემდეგი ეტაპისთვის. ანუ მინანქრის დამუშავება, ხო, მაი? ეხლა ვიწყებთ მინანქრის დამუშავებას. სტომატოლოგმა მაიკო მოამზადა თავისი ბურღი და ესე მითხარო სხვადასხვა ზომის ზუმფარებითო ეხლა უნდა დავამუშაოთო, მაგრამ მე რადგან არც კი მინახავს ეს პროცესი, აუცილებლად უნდა მანახოს პირველად როგორ ხდება ეს ყველაფერი, თორე ისე ვერაფრით ვერ გავაკეთებ მარტო. აჰა. ეს წებელს უსვამთ? კი, უნდა დავამაგროთ ამაზე ზუმფარა. დავაზუმფარაოთ. დავაზუმფარაოთ. სხვადასხვა ნომრის ზუმფარებით ხდება მინანქრის დამუშავება ეტაპობრივად. ეხლა მე შენ გაჩვენებ. როგორ უნდა გააკეთე და მე შენ გააგრძელებ. ასე დამხედე, ადექსზე დახედე. ეს უნდა გადააპრიალო. ეს ადგილზე არ გააჩერო. თორე ღრმულს გააკეთებ. თუ უნდა ესე. ვაიმე, არ ვიცი ახლა. ცოტა რთული საკითხია. ეს თავნავარეგული რო. და წავიდა გაპრიალება, აბა. თან დიდხანს რო არ გააჩერო ერთი და იგივე ადგილზეო, თორეო. რა მომიტეხოს? არა, მიდი. თორე გავგიჟდები კიდევაც. დაწექი. გამისხლტა. ერთი ზუმფარა გავცვითე უკვე ხა. ამისხლტა, დამისხლტა, ხანსად გავარტყი. არა, გაცვითეო მაიამ, ნუ ატყუებ მაყურებელს, გავცვითე და არა გავაფუჭე. ხო და თან თავარია რომ აი ეს კუთხე თურმე ხელზე არ მოგხვდეს და მაგის მეშინია, იმიტომ რომ კუთხე რომ მოგხვდეს შეიძლება გაგიჭრასო და მე ერთო მიშურა, წავედით. ოჩა დამცხა უკვე და სუდათა მე უკვე ძალიან მომწონს ჩემი ნამუშევარი და მაია მეუბნება ჯერ სადახარო. აი ზუმფარები დამუშავებას მოვრჩით რამოდენიმე სხვადასხვა ზომის ზუმფარით და ეხლა გადავდივართ ვერცხლის და უშუალოდ ვერცხლის დამუშავებაზე. ეხლა მაიკომ ყველაფერს აღარ გასწავლი, შენ თვითონ მიხვდი როგორ უნდა გააპრიალო და მოდი ვნახოთ, აბა. ყუნწებს ვეძებ, რაზე დავკიდოთ ჩემი კულონი და მე მგონი აი ესენია. ხო.
ძალიან გავშინაურდი. თან სრული თავისუფლება მომცა მაიკომ. დასრულდა მოკლედ ჩემი ნამუშევარი. საკმაოდ ლამაზი გამოვიდა. მე ვარ გაგიჟებული, ყუნწიც მივაბით და ამასობაში თან მაიკოს ნამუშევრებიც ავისხი ულამაზესი რაღაცები და მეთანხმებით, რომ ძალიან ლამაზია. საყურეებიც ნახეთ. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ნამუშევრით და მაიკო ფანტასტიკური პედაგოგი აღმოჩნდა და მაიკოს ყავს მოსწავლეები და თუ ვინმეს გაქვთ სურვილი მინანგრის სწავლის ფანტასტიკური პედაგოგია მოკლედ ამის თქმა მინდა. მაიკოს გვერდს, Facebook გვერდს აუცილებლად მივუთითებ აღწერაში და თუ რამე კითხვა გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ პირადად მიწეროთ და ეს ჩემი ნამუშევარი მაიკოს ნამუშევრებთან ერთად გაიყიდება და თუ ვინმესთან მოხდა ისეთ ადამიანთან, რომელიც მიყურებს, მე აუცილებლად გამაგებინეთ, რომ თქვენთან მოხდა ჩემი ნამუშევარი მოკლედ და ძალიან ბედნიერი ვიქნებ. აი ამ სილამაზეებით, გემშვიდობებით და თუ მოგეწონათ ჩვენი ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, არ დაიზაროთ, დაგვილაიქეთ, დაგვიკომენტარეთ, რომ ჩვენც მერე დიდი სტიმული გქონდეს, კიდე ბევრი საინტერესო რაღაცები ვცადოთ. ნახვამდის.